ინფორმაციას. მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის თაობაზე დღეს კონტროლის პალატაში მსჯელობდნენ. არასამთავრობო ორგანიზაციებმა საკუთარი საკანონმდებლო წინადადებები წარადგინეს. შეხვედრაზე საკანონმდებლო ცვლილებები განიხილეს, რომლებიც ადგილობრივი და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებს შეუფერხებელი საქმიანობის საკანონმდებლო გარანტიებს შეუქმნის. შეხვედრაზე ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების შემადგენლობით სასათბირო საბჭოს შექმნის საკითხიც განიხილეს, რომელიც ფინანსური მონიტორინგის სამსახურის საქმიანობაში არასამთავრობო სექტორის ჩართულობას და ინფორმირებულობას გულისხმობს. დღევანდელ შეხვედრაზე ვიმსჯელეთ იმ საკითხებზე, რომელიც უკავშირდება საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელებას, არის პოზიციების თანხმედრა. ჩვენ თავაზობთ მათ იმ საკანონმდებლო გარანტიებს, რომელიც უზრუნველყოფს მათ შეუფერხებელ დამოუკიდებელ საქმიანობაზე სამოქალაქო აქტივობის ხელშეუხებლობას. ამიტომ ვფიქრობ, რომ ეს შეხვედრა პოზიტიური იყო და მომავალშიც გაგრძელდება. ამ შეხვედრის შედეგად გასაგები გახდა, რომ არასამთავრობოებს კონტროლის პალატას ალბათ პარლამენტსაც იმედი მაქვს ერთნაირი მიზნები და მოტივები გვაქვს, რომ საბოლოო ჯამში არჩევნების დაფინანსება იყოს გამჭვირვალე და რაც შეიძლება ნაკლები საშუალება დაუტოვოთ მავანთ პოლიტიკური კორუფციისა ამ პროცესში. დღეს ვიხილავდით იმ ნაწილს, რომელიც კონტროლის პალატას ეხება და მთავარი პრინციპული აქ ის არის, რომ მნიშვნელოვან საკითხებზე, იმასთან დაკავშირებით, რომ ბუნდოვანება უნდა მოიხსნას, იმასთან დაკავშირებით, რომ პროცედურები დეტალურად უნდა იყოს გაწერილი და უნდა ზუსტად იყოს შემოფარგლული ჩარჩოები თუ რა ქმედება არის დასჯადი და რა არა, ამაზე თანხმდები.